როდესაც ბავშვს ვამთ ეკრანთან რას გვეუბნება რეალურად ბევრი თანამედროვე კვლევა, ხო? რომ ეკრანთან ჯდომით რა აკლდება ბავშვს, ის უფრო ქმნის რეალურად პრობლემას და არა მაინც და მხოლოდ ის, რომ ეკრანი ციმციმებს და ის ციმციმა ეკრანიც გარკვეულ ეფექტებს ახდენს ბავშვზე, უარყოფით, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ზის ამდენი საათი ეკრანთან მას მოაკლდა რა? მას მოაკლდა ცოცხალი კომუნიკაცია, ხო? ცოცხალი ურთიერთობა, მას მოაკლდა მოძრაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადრეულ ასაკში, ხო, რომ ავიდეს, ჩამოვიდეს, გადაძრეს, გადმოძრეს, ეს კიდე ცალკე ეპიზოდის თემა არის ალბათ, რომ ვაძლევთ თუ არა საშუალებას რეალურად ბავშვებს ამდენი ფიზიკური მოძრაობის რამდენიც მას სჭირდებათ, ხო? და მოაკლდა რა, ხო, ეს ცოცხალი ურთიერთობა, რაც არის, რომ ეს ვიყოთ რესპონსულებენ, მოპასუხეები ბავშვის გამოხატვის მიმართ, ანუ ეს გამოხატვა ვერბალური სიტყვიერი ხმიანი გამოხატვა იქნება ჩვილობის ასაკში თუ დაუშვათ რაღაცას როდესაც გვიზიარებს და ამ დროს ჩვენ შეიძლება ან ვსკროლავდეთ, ან რამე საქმეს ვაკეთებდეთ, კი ბატონო, მაგრამ აქ ვართ და არ ვართ აქ, მაშინ როდესაც უნდა ვიყოთ აქ და აი ეს რაღაცა სიტუაციაც ხომ არ დავშალოთ, როდესაც ახლა აქ რაღაცა განსაკუთრებულს კი არ ვითხოვთ, არამედ ვითხოვთ იმას, რომ ვითხოვთ ამ საუბრით იმას, რომ როცა ბავშვთან ხარ, იყავი ბავშვთან.